აღმაშენებლის ხეივაზე დაგეგმულ აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი განცხადებას ავრცელებს. უწყება მომიტინგეებს კიდევ ერთხელ ახსენებს მთავრობის 31 იანვრის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით ისჯება. განცხადებაში ვკითხულობთ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს თბილისის გასასვლელთან დაგეგმილია საპროტესტო აქციის გამართვა. აქციის მონაწილეები იკრიბებიან რამდენიმე ლოკაციაზე და გეგმავენ შეკრებას თბილისის გასასვლელთან. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. სისხლის სამართლის კოდექსის 222 მუხლის შესაბამისად ასეთი ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. მოუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ნათქვამია განცხადებაში.